მოგესალმებით, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი შეაფასებს. მოგესალმებით ბატონო ზაზა. დიდი მადლობა თქვენი დროის დათმობისთვის. საკმაოდ ისეთ ცხელ პოლიტიკური პროცესების მომსწრე ვართ და ამასობაში შეგვიძლია ესე შევეხოთ იმ ფაქტს აღნიშნოთ, რომ ქართულმა ოცნებამ კვლავ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში, მოვიდა უმრავლესობით ოპოზიციამ და როგორც მეტნაკლებად მოლოდინები იყო არ აღიარა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღიარა ნეუთო ოდირმა, დასკვნაც დაიდო და მაინც მიუხედავად მოპოვებული მანდატებისა, ოპოზიცია არ აპირებს შესვლას პარლამენტში და თქვენ როგორ ფიქრობთ, რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქართული ოცნების გუნდი მომდევნო 4 წლის განმავლობაში? იქონიებს თუ არა ეს პოლიტიკური პროცესები რაიმე გავლენას მართლ პარტიაზე? დავიწყოთ იქიდან, რომ თავ რაღაც მოხდა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ შესაბამისი თანხა აიღო, რაც გამოყოფილია პარტიებისათვის სახელმწიფო დაფინანსება, რაც ნიშნავს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ არჩევნებიც აღიარეს და პროცესში ჩაერთნენ, ანუ მოხდა ფაქტობრივად ეგრეთ წოდებული ეს პოლიტიკური კრიზისი, მე მაინც ამას არც პოლიტიკური კრიზისი არ დავუწოდებდი, მაგრამ აი ეს რაღაცა კარნავალი, დავარქვათ, პოლიტიკური კარნავალი დასრულდა და დასრულდა სრულიად სამარცხვინოდ მართლაც. მე რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა აიღებდა, თუ ერთმა სუბიექტმა არ აიღო, იქ მე ჩემი ეჭვები, მაგრამ რომლის გამოთქმაც არ მსურს. ნუ ამას მოდით მე როგორც კერძო ადამიანი დავიტოვებ ჩემს რაღაც გარკვეულ წარმოდგენებს ამ გვარაბეს პარტიის როგორც სუბიექტის შესახებ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში დარწმუნებული ვიყავი, რომ შევიდოდნენ პარლამენტში, შევიდნენ და აქედან გამომდინარე ისედაც ვერ ვხედავდი მე მართალი გითხრათ, რომ რაღაც პრობლემა ექნებოდა ოცნებას. და ნუ ეხლა უბრალოდ საერთოდ არანაირი პრობლემა არ არსებობს, იმიტომ რომ ერთადერთი შეიძლებოდა აქ რა მომენტი, რომ აი მორალური მომენტი, რომ აი არ აიღეს ფული და აქედან გამომდინარე რაღაც ეს ნიშნავს რაღაც გარკვეულ პრინციპულობას. აღმოჩნდა რომ არანაირი პრინციპები არ აქვთ. ფული რო არ აიღოთ, ანუ არ შესულიყვნენ ხო პარლამენტში რეალურად, ანუ რეალური შესვლა არ შესვლა რას ნიშნავს? თუმცა ოპოზიცია მეტნაკლებად აპელირებს, რომ დაფინანსების მოპოვება არ ნიშნავს არჩევნების აღიარებას და მაყურებლისთვის რომ იყოს დაფინანსების აღება ნიშნავს არათუ არჩევნების აღიარებას, არამედ საერთოდ პროცესში ჩართვას და არათუ გაправებას ამ არჩევნების, არამედ საკუთარ ისევ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის საერთოდ ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტისთვის, საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ არ იყო რაღაცნაირად დე იურე როგორც სუბიექტი არ იყო, მაგრამ კონდეს იმხელა მორალური ძალა, რომ de facto იყო პოლიტიკური სუბიექტი. ეხლა ძალიან შორს ვარ წავიდეთ, ხო, ეხლა ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში მაგალითად ზუსტად გამოსხურდია არანაირად არ აღიარებდა 90 წლამდე და მე მეკოსტავა 99-ში დაიღუპა, მაგრამ რას ვამბობ, რომ 88-90 წლამდე არ აღიარებდა დაუშვათ ლეგიტიმაციას, თუმცა მე გამოიყენა და პოლიტიკურად ძალასურადაც მოიქცა ჩემი აზრით, მაგრამ ის იყო პოლიტიკური სუბიექტი. გუმბარიზე კი არ მართავდა ქვეყანას, არამედ რეალურად ეროვნული მოძრაობა მართავდა 9 აპრილიდან მოყოლებული. ეს მაგალითად რატომ მოიყვანა, იმიტომ რომ შეიძლება არ იყო აღიარებული დე იურე როგორც სუბიექტი, მაგრამ იყო რეალური სუბიექტი. აქ ყველაფერი პირიქით არის. ისინი დე იურე უკვე არიან სუბიექტები, მაგრამ იმის გამო, რომ საკუთარ პრინციპებზე მთლიანად უარი თქვეს, არ წარმოადგენენ მათ არ აქვთ არანაირი პოლიტიკური კაპიტალი, სიმბოლური კაპიტალი. რა მიზნები აქვთ ზოგადად აი ბოლო დროს აი ოპოზიციას, აი ესე მუდმივად ვხედავთ რაღაცა დესტაბილიზაციის შეტანას. მე არ შემიძლია არ დავეთანხმო იმ მოსაზრებას, რომელსაც თავიდანვე ახმოვანებდა ბიძინა ივანიშვილი, მოყოლებული აპრილ-მაისის გამოსვლებიდან და მის ცნობილი სიტყვა, როდესაც მან ფაქტობრივად მთელი პროგრამა ჩამოყალიბა რას გააკეთებს, ანუ მოხდა გაშიშვლება ილეთის. ხდება ხოლმე ესეთი რაღაცა, როდესაც იშვიათად ხდება ესეთი რამე, რომ ადამიანი პირდაპირ ამბობს, რას გააკეთებს და რა შედეგები იქნება და რას მოელის მოწინააღმდეგეს მხრიდან. ხო? აი ცნობილი ეს დაღლა და ენერგიის გამოცვლა, რომ აი ეხლა გამოიყვანს მათ დროზე ადრე და არჩევნების შემდეგ
მათი ენერგია იქნება გაცილებით და კიდევ ბევრი რამე თქვა. არა უბრალოდ პროგრამა და ალგორითმი იყო ჩამოყალიბებული, არამედ მათი რეაქციებიც კი იყო გათვლილი. და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ მე მახსოვს ოცნების რამდენიმე მომხრე, ისიც კი მითხრა, რომ რატო გააკეთა ეს ბიზინა ივანიშვილმა წინასწარ. მე ვთქვა სწორედ იმიტომ, როცა პროცესები დამთავრდება, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს ყველაფერი თავიდანვე არ ქონდა გათვლილი მას და გუნდს. თქვენ გათვლითი პროცესები აღნიშნეთ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც დაგეგმილი იყო. ამ პროცესებზე თუ კი ჰქონდა ხელისუფლებას ინფორმაცია, რატომ არ მოხდა ამ პროცესების სხვაგვარად თავიდან აცილება, იმიტომ რომ ბოლო წლებში ჩვენ ყველას გვესმის საქართველოში ტარდება აკერმანის სკოლის ტრეინინგები, საქართველოში ბოლო წლებში გვესმის რომ ტარდება კანვასის ტრეინინგები. რატომ მანამდე არ მოხდა ამ პროცესების შეკავება, ამ ადამიანთა გამოაშკარავება და რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო? აი ეგრეთ წოდებული ლუსტრაციისთვის, რომელსაც ხშირად ძალიან კარგი შეკითხვაა და მე იმედი მაქვს, ეხლა მე ვიცი რომ ინტერნეტში ძალიან პოპულარულია და Facebook-შიც და WhatsApp-შიც და TikTok-ის სახითაც დადის ილხამ ალიევის ცნობილი ინტერვიუ. ხო, მათ შორის საქართველოს რო წელაპარაკობს. ილხამ ალიევი ძალიან სწორად აღნიშნავს, რომ გარკვეული აზრით, ეს გამჭვირვალობის კანონი და ეს ყველაფერი საქართველოს ცოტათი დააგვიანაო. უფრო ადრე უნდა დაეწყოთო, როგორც ჩვენ დავიწყეთო აზერბაიჯანმაო. აქვე უნდა შევნიშნო, რომ ერთი მხრივ ილხამ ალიევი მართალია, მაგრამ 2022 წლამდე სანამ უკრაინაში არ შეიჭრა რუსეთი და რუსულ-უკრაინული ომი არ დაიწყო, ჩვენ არ გვქონდა ამისი ესე პირდაპირ და ხისტად მის გაკეთება ცოტა რთული იქნებოდა, იმიტომ რომ სწორედ ომმა დააყენა ჩვენს წინაშე ეგზისტენციალური საკითხი, ყოფნა არ ყოფნის. ჩართვა, არ ჩართვა, მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. 22 წლამდე ეს პრობლემები ესე პირდაპირ არ იდგა, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა 2014 წლის მოვლენების შემდეგ გულისხმობ მაიდანი და ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაიწყო ეს დაპირისპირება, გაუმარიც კი გარკვეული აზრით, იმიტომ რომ დონბასის მოვლენები და ლუგანსკის 2014 წელს დაიწყო, მაგრამ დონალდ ტრამპის მოსვლამ 2016-ში რაღაცნაირად ესე ვიტყოდი, რომ გაყინა ეს პროცესი და ეს დაპირისპირება ცხელი ფაზიდან უფრო ცივ ფაზაში გადავიდა 2016 წელს. ისე მოხდა, რომ მე მომიწია ლვოვში ყოფნა, უბრალოდ ლვოვთან ახლოს დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდი და იქ მქონდა საშუალება, რომ მე ესაუბრა ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან. ეს იყო ზუსტად 2016 წლის არჩევნების წინ და რა მოლოდინელებთან ეს საკმაოდ აქტიური მონაწილეები იყვნენ მაიდანის. ერთ-ერთი ჩემი კოლეგა იანუკოვიჩის სახლშიც კი იყო ნამყოფი, აი ცნობილი მაიდანს რაც მოყვა, მაიდანის რევოლუცია იანუკოვიჩის სახლში შესვლა აჯანყებულებს არ უწოდებდი უფრო ალბათ. და მაყურებელმა ბოდიში გაწყვეტინათ, შესაძლოა არ იცის, რომ მაიდნის რევოლუციასთანაც სწორედ აკერმანის სკოლას ჰქონდა კავშირი. კი, ამაზე ახლა იმდენს ლაპარაკობენ, ჩვენც გავიმეოროთ, კი ბატონო. ისევე როგორც 2003 წლის ვარდების რევოლუცია, 2004 წლის ნარინჯისფერი. კი, ეს რა თქმა უნდა იყო. და არის საინტერესო პარალელი, სადაც ამ არაძალადობრივი მოძრაობის მიერ დატრეინინგებული რევოლუციები ხდება, შემდგომ უკვე რაღაცნაირად ომის ფაზაში ხდება ქვეყნის გადასვლა. 2003 და 2004 წლები და კიდევ შუაზე არც თუ ისეთი წარმატებული ბამბის რევოლუციაც და კიდევ სხვა რევოლუციებიც აქ უნდა შევიყვანოთ ცხადია, მაგრამ 2014 წლის მაიდანს 2013-14 წლების მაიდანს იმ პროცესი დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი 3 თვე გრძელდებოდა და საბოლოოდ როდესაც აქ პირველად იქ მოხდა კრიზისი ფედერალური რევოლუციის და შეიცვალა სცენარი უსისხლო ჩანაფიქრით თითქოს უსისხლო რევოლუცია გახდა სისხლიანი, როდესაც დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი, რომელსაც ზეციურ ასეულს უწოდებენ უკრაინულად და დღემდე ძალიან, როგორ გითხრათ, ახლა
კითხვის ნიშნები მეთქი არც ვიტყვი, იმიტომ რომ არსებობს გამოკვლევები, მათ შორის უკრაინელი სპეციალისტების, ისტორიკოსების, რომლებიც ამტკიცებენ ამ აქციაში გულისხმობა იმ 100 ადამიანის დაღუპვის სრულიად გამიზნულ არა შემთხვევით ხასიათს. მოკლედ ამასაც თავი დავანებოთ, შეიძლება ითქვას ესეთი რამ, რომ მოხდა გარკვეული კრიზისი და ვარდების უკაცრავად ფართო გაგებით, ესე იგი, ფერადი რევოლუციის მოდელი შეიცვალა. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენს წინაშე დადგა 24 თებერვლის მერე, როდესაც პირდაპირ დაგვიყენეს უკვე ბევრს აქ ნათქვამი, ხო, იქ ლაპარაკია როგორც შეერთებული შტატების ელჩზე, ასე სხვადასხვა წარმომადგენლებზე, შეერთებული შტატების deep state-ის, როცა იყო ეს სერიოზული დაწოლა ხელისუფლებაზე. აღარ ლაპარაკობ უკვე უკრაინელის პოლიტიკური establishment-ის პირდაპირ მოწოდებებზე, რომ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ. ჩვენ საუბრობთ ამ მეორე ფრონტზე და მაყურებლებისთვის და საზოგადოებისთვის ცოტა გაუგებარია, რატომ შეიძლება საქართველოში იყოს მეორე ფრონტი და რატომ მოგვიწოდებენ? რატომ მოგვიწოდებენ? აი ესე, სულ ყველას ესმის, ამას ყველა განიხილავს, მაგრამ აი რატომ, რა არის მიზეზი, რა ინტერესი აქვს საქართველოსაც? გავხსნათ ფრჩხილები, მე მგონი ძალიან მარტივია ის, რომ თუ საქართველოში იქნება ქაოსი, მაშინ ეგრეთ წოდებული აი ეს ჯგუფები ის მაგალითად ისლამისტური, ხო? თავისუფლად გავლენ საქართველოს მეშვეობით ჩრდილო კავკასიაზე და ჩრდილო კავკასიის აფეთქება ეს არის რუსეთის ძალიან სერიოზული არათუ დასუსტება, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ეს იგივეა, რომ აი ბენზინის ბაკში რომ ანთებული ასანთი რო ჩააგდო. ანუ შედეგებით რა უფრო მძიმეა უკრაინა თუ ჩრდილო კავკასია. ჩრდილო კავკასიის ომი მიდიოდა რამდენიმე წელი მოგეხსენებათ, ხო? პუტინამდელი პერიოდი, პირველი ომი, რომელიც დამთავრდა ძალიან სამარცხვინოდ რუსეთის მზელცენის პერიოდში, პუტინი როცა მოვიდა დაიწყო მეორე ომი და გაგრძელდა დაახლოებით 7 წლის განმავლობაში, ხო? რასაც ბოლოს მოყვა რამზან კადიროვის მოსვლა, რომელიც არის ლოიალური პუტინის რეჟიმისადმი და არა მარტო ლოიალური, არამედ იბრძვის კიდეც უკრაინაში, ხო? ანუ მოხდა ინტეგრაცია ჩრდილო კავკასიის, კერძოდ ჩეჩნეთის რუსულ იმპერიაში. დასავლეთს რას აძლევს ეს ყველაფერი ეს რუსეთის დასუსტება, რადგანაც დასავლეთ და რუსეთი არის შესული მეხუთე დაპირისპირების ფაზაში, ეს 500 წელი გრძელდება. პირველი ფაზა დაიწყო 1603 წლიდან, სადაც ფორპოსტი იყო პოლონეთი და ბორის გოდუნოვის გარდაცვალების მერე შემოაგდეს ეგრეთ წოდებული ცრუ დიმიტრი პირველი, მერე ცრუ დიმიტრი მეორეს სმუტა გაგრძელდა დაახლოებით 10 წელი 1713 წელს დამთავრდა რომანოვების მოსვლით. მეორე ფაზა ეს არის 1792 წლები, უკვე შვედეთი იყო ფორპოსტი და პეტრე პირველისა და კარლოს მე-12-ის დაპირისპირება, რომელიც დამთავრდა შვედეთის მარცხით, რის შემდეგაც რუსეთი გახდა დასავლეთის ნაწილი და დასავლეთის ფორპოსტი, როგორც აღნიშნავს ამას შესანიშნავი მე-20 საუკუნის ისტორიკოსი და ისტორიის ფილოსოფოსი, ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე არნოლდ ჯოზეფ ტოინბი. მას ესე წინასწარმეტყველებაც აქვს, რომ როდესაც რუსეთი გახდება აღმოსავლეთის ფორპოსტი, მაშინ დასრულდება დასავლური ცივილიზაცია. ჩინეთის გაძლიერება ეს 1940-იან წლებში დაწერა მან ესეთი ძალიან დიდი წიგნი არ არის განსხვავებით მისი Studies of History-დან, რომელიც 12-მეულია ცივილიზაცია ისტორიის სამჟავროს წინ, სადაც მან 70-80 წლით ადრე იწინასწარმეტყველა ჩინეთის გაძლიერება, რუსეთის გადასვლა აღმოსავლეთში დასავლეთიდან და პოლიტიკური და ეკონომიკური ვექტორის გადასვლა დასავლეთიდან აღმოსავლეთში. ანუ რასაც დღეს მრავალ პოლარულ სამყაროს და აღმოსავლურ ჩინურ რენესანსს უწოდებენ. ეს მოხდა 1959 წლამდე, რატო ვამბობ ამას, რას ნიშნავს გენიალური ისტორიკოსი, არა მარტო ერუდიციით, არამედ ინტუიციით. ჩინურ რევოლუციამდე იწინასწარმეტყველა, ჯერ არ იყო ჩინური რევოლუცია 1959 წელს მოხდა. ტოინბის ჩინურ რევოლუციამდე წინასწარმეტყველა ჩინეთის აღზევება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი ეს მესამე ფაზა იყო ნაპოლეონის შეჭრა რუსეთში და საბოლოო ჯამში რამაც გამოიწვია ნაპოლეონის იმპერიის დემონტაჟი. მეოთხე იყო მე-20 საუკუნის დაპირისპირება პირველი და მეორე მსოფლიო ომის თუ ერთ ომად ჩავთვლით გერმანიასა და საბჭოთა კავშირის შორის, საბოლოოდ ეს დამთავრდა ასევე ევროპის, ანუ გერმანიის დამარცხებით. და ეხლა მეხუთე დაპირისპირება, რომელიც დაიწყო აი საკმაოდ ესეთი რთული მომენტია, საიდან დავიწყოთ. ბევრს მიაჩნია, რომ რასაც ეხლა ჩვენ უყურებთ, ეს არის 30 წლიანი მეორე ჰარი ტრუმენის დროიდან დაწყებული. ერთი ეს თუ ჩვენ ჩავთვლით ერთი მხრივ როგორც ცივი ომის
ანუ ამ 500 წლიანი ციკლის ბოლო ნაწილს ეს ერთია. მეორეა თუ ჩვენ ამას ჩავთვლით როგორც აი 1618-48 წლები რითიც მოხდა დასავლეთის ჩამოყალიბება შეიძლება სწორედ გაჩნია ახლა ეს უკვე მომავალი ისტორიკოსების ამბავია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად მაგრამ გეოპოლიტიკური კუთხით ცივი ომის ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ავიღოთ 500 წელი როგორც დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება და ეს ბოლო ეტაპი. აქედან გამომდინარე 2022 წლის შემდეგ ჩვენს წინაშე დადგა ეს არჩევანი. ხო? ანუ არავინ რა თქმა უნდა სერიოზულად არ უყურებს საქართველოს როგორც ისეთივე აი როგორ გითხრათ ახლა აი ამ ომში როგორც სერიოზულ თქვა ასე დამხმარე ძალას. ქაოსი საქართველოში სულ სხვა მიზანს ისახავს ისევ მეორე. ანუ დესტაბილიზაცია ისეთი რომ ეს იყოს wasteland-ი, ანუ არავისი მიწა, სადაც თავისუფლად გამოივლიან ნებისმიერი ტიპის ესეთი რადიკალური ტერორისტული რაც გინდათ ის უწოდებთ ესეთი დაჯგუფებები, რომლებიც გადავლენ ჩრდილო კავკასიაში და მოახდინენ ჩრდილო კავკასიის აფეთქებას. აი ჩრდილო კავკასიის აფეთქება ეს რა თქმა უნდა იქნებოდა ძალიან სერიოზული დარტყმა რუსეთზე და შეიძლება ისეც მომხდარიყო რომ აი ამ ომში, სადაც ახლა მან წარმატება მოვიპოვა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით უკრაინის ფრონტზე, ხო? შეიძლება ესე არ განვითარებულიყო მოვლენები. თუ ეს მოხდებოდა, რასაც ახლა ვლაპარაკობ. როგორც ბუფერულ ზონას. მე ესე ვიტყოდი, ჩვენ ვიყურებენ როგორც პაიკს, რომელიც უნდა შეეწიროს ძალიან ამაღლებულ მიზნებს. მე თავის დროს ესეთი ანალოგიას გავატარეთ რამდენიმე წლის წინ, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, რომ რუსეთი არის ძალიან ცუდი ქვეყანა, ამერიკა არის ძალიან კარგი ქვეყანა. ამერიკას უნდა რუსეთის დემონტაჟი, რაც არაჩვეულებრივი მიზანია, მაგრამ საქართველოს აი ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის სცენარში აქ ძალიან ცუდი როლი პაიკის და მსხვერპლის. და მაინც კითხვას რო დაუბრუნდეთ, რატომ არ მოახდინა აი მანამდე ხელისუფლებამ აი ამ ყველანაირი პროცესების ზუსტად მაგას ვაპარაკობ 2022 წლამდე ხელისუფლება დაკავებული იყო მაინც ბალანსის პოლიტიკით ეს გამოწვევა challenge რასაც ქვია და თავარი საკითხი ესე არ იყო დაყენებული ყოფნა არ ყოფნის საკითხი ანუ ან და სწორედ ამას მოყვა ამ ბოლო 3 წელს განმავლობაში განვითარებული რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ დადგა საკითხი საქართველოს ყოფნა არ ყოფნის. კი, რა თქმა უნდა. მანამდე იყო ისევ მეორე, მანამდე ხელისუფლებად საკმაოდ ლიბერალურად იყო განწყობილი 2012-2022 წლები. ძალიან კონსტრუქციული დასავლეთის მიმართ სწორედ ოცნებამ ჩაწერა თავის კონსტიტუციაში ნატო და ევროკავშირი, ხო? ანუ ალტერნატივა არ არსებობდა. ეხლა ეს და იყო მხოლოდ არგუმენტი ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან რომ ესენი რუსეთუმეები არიან. რას ფიქრობთ, ოპოზიცია როგორ არის გაყოფილი? მათთვის ეს ხელისუფლებაში ყოფნა ერთგვარი პრიორიტეტია, მხოლოდ იმიტომ რომ აი ისტორიაში რომ ჩაეწეროს, ვის დროს გახდება საქართველოს ევროკავშირის წევრი, თუ კიდევ სხვა მიზნებს ემსახურება მათი აი ეს ქმედება. ნუ მოდი ახლა რადგან პროცესები რაღაცა დამთავრებულია, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ევროკავშირი არის დაშლის წინაშე რეალურად და ნატოს ფაქტურად აღარ ფუნქციონირებს. დონალდ ტრამპის ეს ცნობილი გამოთქმა, რომ მე თუ არ გადაიხდია 8%-ს ნატოდან გამოვალ, ეს რა არის? 8%-ს გადამხდელი არავინ არ არის, უბრალოდ შეუძლებელია ისეთ ეკონომიკურ კრიზისია უნგრეთისა და სლოვაკეთის უკან კიდევ ბევრი ქვეყანა და ბევრი პოლიტიკოსი რომელიც ესე პირდაპირ ვერ ლაპარაკობს ხო იტალია ესპანეთი და კიდე სხვები რომლებიც ევროპაში უკვე ჩამოყალიბდა ორი პარტია ომის პარტია და ანტიომის პარტია ომის პარტიის ლიდერი არის მაკრონი ვიქტორ ორბანი არის ანტისაომარი პარტიის უფროსი თქვათ ასე და აი გერმანია შოლცის ცდილობს მანევრებს მაგრამ ნუ შოლცისთვის ყველაფერი ალბათ დამთავრდება 23 თებერვალს და აი მე საინტერესო იქნება ვინ გაიმარჯვებს ვაიდენი თუ მერცი აქედან გამომდინარე გერმანია სად იქნება ასე რომ რეალურად ევროპა უკვე de facto de jure ევროკავშირი არსებობს მაგრამ de facto ევროკავშირი უკვე აღარ არსებობს აქედან გამომდინარე მე ესე ვიტყოდი რომ ეს არჩევანი ევროპა თუ რაღაცა ჩვენს წინაშე აღარ დგას თუმცა აქ არჩევანის დროს გაჩნია რას გულისხმობთ ევროპას როგორც გეოგრაფიულ მდგომარეობას თუ ევროკავშირს რომელიც არის ევროპის ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირი. ეს არის ორგანიზაცია და გეოგრაფიული მდგომარეობა ვერ შეიცვლება. მოდი ასე ვთქვათ, ხო, გეოგრაფია ვერ შეიცვლება რა თქმა უნდა, მაგრამ ევროპა არსებობდა ევროპა დაშლილი, არსებობდა ერთიანი, არსებობდა Holy Roman Empire, რომ გერმანელი ხალხის საღვთო რომის იმპერია, რომელიც შემდეგ ევროპა დაიშალა, მერე საბოლოოდ გაერთიანდა
ბოლო გაერთიანება ეს იყო ევროკავშირი, მაგრამ ისიც აღმოჩნდა, რომ სიცოცხლის უნარიანი არ არის, იმიტომ რომ გამოიკვეთა, რომ შეერთებული შტატები დღეს, რასაც ჩვენ უყურებთ, ტრამპიზმი, როგორც ასეთი, არის ორიენტირებული სწორედ იმაზე, რომ ფაქტობრივად ევროპა დადგა საკუთარი თავის წინაშე, შეერთებული შტატების გარეშე ნატო და შეერთებული შტატების გარეშე დასავლეთი ევროპა არის ფაქტიურად ნახევარი სუბიექტი. თიხის ფეხებზე მდგარი კოლოსი. რეალურად ეს ჩვენ ახლა რასაც უყურებთ, არა, მრავალპოლისიანი სამყარო. რეალურად ჩვენ ახლა გვყავს 5 სუბიექტი. მაინც ყველაზე უფრო ძლიერი, როგორც ადამიანური რესურსით, ასევე ეკონომიკით და ძალით შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და მეხუთე სუბიექტი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც განსაკუთრებით ახლა გამოჩნდა მისი ძალა, ეს არის თურქეთი. როგორც სუბიექტი, რომელსაც ძალიან დიდი როლი ექნება ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით, კი, რა თქმა უნდა, ინდოეთიც სუბიექტია, მაგრამ თურქეთი რატო ამბობ, სირიის დაშლის შემდეგ, ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს უკვე შემდგარი ფაქტია, სირიის დაშლა, თურქეთი ხდება ძალიან დიდი პოტენციის და მომავლის მქონე მეხუთე პოლიტიკური სუბიექტი ამ დიდ როგორც ცხონებული ბზეჟინსკი იტყვა და დიდ საჭადრაკო თამაში. ევროპა ეკონომიკურად განსაკუთრებით გერმანიის ეკონომიკური დაღმასვლის მერე შეიძლება ითქვას, რომ ევროპა უფრო და უფრო პროვინციული გახდება და უფრო და უფრო დასუსტდება, იმიტომ რომ ლოკომოტივი ევროპული სიძლიერის იყო გერმანული ეკონომიკა. გერმანული ეკონომიკის დაღმასვლა და დასუსტება ფაქტობრივად ნიშნავს ევროპის დასუსტებას. გამოქვეყნდა ევთოოდირის დასკვნა და ყველამ სათავისოდ გამოიყენა თითქოს და ეს დასკვნა და ამასობაში მაყურებლებისთვის რაღაცნაირად ყურადღების მიღმა დარჩა საკმაოდ მნიშვნელოვანი აქცენტები, რაც არის ამ დასკვნაში. მაგალითად, ტელეკომპანიების უმრავლესობა მოვლენებს წინა საარჩევნოთ, აი, როდესაც ვსაუბრობთ პოლარიზაციაზე, ყველა მხარეს რაღაცნაირად სათავისოდ ესმის, მოდი ამაზე შევთანხმდეთ. აქ ამ დასკვნის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ეს იქნებოდა სამთავრობო მედია თუ ოპოზიციური მედია საკმაოდ მრავლად არის ჩვენს ქვეყანაში. მათი დამფინანსებლების ინტერესებს ატარებდნენ. ასეთ დროს მაყურებელსაც, ნუ ის რომ არ გვაქვს პოლიტიკური დებატების კულტურა, ეს კიდევ ცალკე საკითხია, იმიტომ რომ სწორედ პოლიტიკური დებატები არის ის მთავარი ფაქტორი, რის მიხედვითაც ამომრჩეველი არჩევნების დღეს კონკრეტულ არჩევანს აკეთებს ამა თუ იმ ძალის მისამართით. აღმოჩნდა, რომ ოპოზიციური მედია 90-91% ფარგლებში ნეგატიურ ჭრილში აშუქებდნენ მართველ ძალას. თუმცა მართველი ძალაც რა თქმა უნდა აშუქებდა, მაგრამ ამ დროს ხომ არის მაყურებელი მსხვერპლი. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ მოცემულობას? როგორ უნდა გაიგოს, როგორ უნდა მიიღოს მაყურებელმა გადაწყვეტილება, ვინ უნდა აირჩიოს მან არჩევნების დღეს? რეალურად თითოეული მხარე რაღაცნაირად ცდილობდა თავისი პროპაგანდის ქვეშ მოეხდინა მათი გავლენა და არ შემიძლია, არ შევეხო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი ოპოზიციური მედიის მაყურებელი შეიძლება ითქვას საინფორმაციო ვაკუუმშია, იმიტომ რომ მათ არხებზე არასდროს გადაიცემა თუნდაც ქვეყნის მეთაურის პირველი პირის ბრიფინგები, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგები. არასდროს არ არის. საიდან უნდა მიიღონ ამ შემთხვევაში ინფორმაცია და როგორ უნდა გააკეთონ მათი დასკვნა? ანუ არჩევანის გარეშე არიან შეიძლება ითქვას დარჩენილები. ეს რა არის, თუ ხასო ჩვენ მთლიანობაში არ შევხედავთ, ვერ გავიგებთ საქართველოში რა ხდება. მთელი ამბავი არის ის, რომ აი ამ ის რაც ჩვენ წინაშე ხდება, ეს არის მართლაც გლობალური დაპირისპირება ორ პროექტ შორის. ერთ მე პირობითად დავარქმევდი, პირობითად ბაიდენი და ბაიდენის ადმინისტრაცია პირობითად ვამბობ, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის პროექტი, რომელიც გულისხმობს ერთიანი მსოფლიო, ოღონდ გარკვეული პროექტი, რაც გულისხმობს ახალ ჰუმანიზმს, ან ახალ ანთროპოლოგიას, ტრანსჰუმანიზმსაც უწოდებენ. მეორე პროექტი ეს არის Make America Great Again. ანუ როდესაც ამერიკა როგორც პოლიტიკური სუბიექტი არის გლობალური სამყაროს ნაწილი, მაგრამ არა როგორც გამაერთიანებელი, არამედ როგორც ყველაზე ძლიერი ლიდერი, მაგრამ არა როგორც ერთიანი მსოფლიოს
თქვა და ასე ჟანდარმი თუ მმართველი, თქვა და ასე. ეს ორი პროექტია. აქედან გამომდინარე, არსებობს მოდი ამას უფრო მარტივად დავარქვათ გლობალიზმის პროექტი და მეორე ტრადიციული ამერიკა, თქვა და ასე. აი ეს ყველგან ხდება ამის დაპირისპირება. ევროპაში ერთმანეთს უპირისპირდება, თქვა და ასე, ხედვა გლობალისტური, რომელსაც პირობითად მაკრონი წარმოადგენს და მეორე, თქვა და ესეთი უფრო ტრადიციული, რომელსაც ორბანი წარმოადგენს. საქართველოში არის ორი პროექტი. მე ესე ვიტყოდი, ერთი არის ოცნების, მეორე არის პირობითად, ეხლა ძალიან არაპოპულარულია, მაგრამ გიგაბოკერიას პროექტი, თქვა და ასე. ქართული გლობალიზმი, ანუ გლობალიზმი საქართველოში და სუვერენიტეტი. საქართველო როგორც სუვერენული ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი კულტურული იდენტობა. აქედან გამომდინარე, ეს უბრალოდ ეს არის როგორც ორი ეკლესია. ან როგორც ეკლესია და სექტა. ამათ შორის დებატები შეუძლებელია. არსებობს ორი მოდელი. ან ერთი გაიმარჯვებს, ან მეორე. აი როგორც არიანული გამართების ხო ყველაზე მეტად ინფორმაცია სჭირდება. მაყურებელს ინფორმაცია თავზე. და მან უნდა გადაწყვიტოს. მაყურებელს თავზე საგრელია ინფორმაცია. მთავარი არის რომელ ეკლესიაში ხარ. და ისევ ვიმეორებ ეს უბრალოდ უბრალოდ რა არის? ეს ომი მიდის მსოფლიოში. ყველგან. უბრალოდ ზოგან ამას ცხელი ფაზა უკრაინაში, სირიაში და ასე შემდეგ. აფრიკაში სხვა შორის. მაგრამ ეს ნაკლებად ჩანს ჩვენს ახლა ამ შემთხვევაში გულისხმობდი ჩვენ მაინც დასავლური ევროპული კულტურის ადამიანები ვარ და ევროპის და დასავლეთის გარდა ძალიან ცუდად ვიცით ჩინეთი, ინდოეთი, აფრიკაზე არ ვლაპარაკობ. აქედან გამომდინარე მე ესე ვიტყოდი რომ რეალურად ეს არის ომი რომელიც საქართველოში აი ამ სახით საქართველოში ცხელი ფაზა არ არის, უფრო თქვა და ასე ცივი ფაზაა. ეს არის არა ცხელი დაპირისპირება განსხვავებით 91-12 წლების მოვლენებისაგან, როდესაც სამოქალაქო ომი იყო საქართველოში, არამედ მე მას დავარქმევდი კულტურული ომი. Cultural war, რასაც ეძახი, კულტურათა შორის და პროექტთა შორის დაპირისპირება, რომელსაც აქვს პრინციპული ხასიათი. ან ერთი გაიმარჯვებს, ან მეორე გაიმარჯვებს. ჩემი აზრით გაიმარჯვა საბოლოოდ, ამ 12 წლის განმავლობაში საბოლოოდ გაიმარჯვა ქართული კულტურული იდენტობის პროექტმა, რომელსაც განასახიერებს ოცნება და რომელსაც აქვს გარკვეული პარალელი ტრამპისთან, გამომდინარე რომ იქაც სწორედ ამ კულტურულ იდენტობაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე ლაპარაკი, ფაში ეს არის ორბანი ფიცოს თქვა ალიანსი, რომელშიც მარტო ესენი არ შედიან. ჩინეთი თავისთავად ტრადიციულია, ამაზრით და ინდოეთი, ანუ გლობალურ სამხრეთს რასაც ვწუდებენ, ვიტყოდი რომ აი საქართველოს ცდილობს პოლიტიკურად გახდეს სუბიექტი აი ამ ახალ ძალებს შორის. ძველი 33 წლიანი, ან შეიძლება 60 წლიანი აი ეს პროექტი საქართველოში დამარცხდა. მე მგონია რომ დასავლეთში დამარცხდა, კერძოდ ამერიკაში ნამდვილად დამარცხდა, თუმცა ეგრეთ წოდებული აი ეს deep states რას უწოდებენ და უფრო სწორი იქნება უწოდოთ ტრანსჰუმანიზმი, აი ბაიდენის პირობითი ბაიდენი და პირობითი დემოკრატები რასაც თუმცა მე მგონია რომ დემოკრატიული პარტია გაიყოფა აუცილებლად შემდეგ წლებში მოხდება დემოკრატიული პარტიის გაყოფა, ერთი იქნება უფრო მემარცხენე ევროპული გაგებით და ერთი იქნება ესეთი ლიბერალურ გლობალისტური. ასე რომ მე აი აქ ვხედავ საქართველოს ადგილს. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანს ინფორმაციის მიღება უნდა ყველაფრის ნახვა შეუძლია. ის რომ აი ბაბლებს რასაც უწოდებენ, ამ ბაბთა შორის რომ არ ხდება დიალოგი და არის დაბულინგება, იმიტომ რომ წავიდა დიალოგის, რომ ეხლა ომის დროა. ჰერაკლეტე ამბობდა რომ ომი არის ყველაფრის მამა და ყველაფრის ბატონი, ის განსაზღვრავს. ვინ არის თავისუფალი, ვინ მონა, მიიღებს. აი როცა ომი დაალაგებს რაღაცას და მე მოვა სხვა დრო, ხო, კოსმოსის. აი მაშინ იქნება დიალოგის დრო. ომის როცა ქვემეხები ხმაურობენ თუ ქუხან მუზები დუმან, ხო? ანუ დღეს უკვე დიალოგზე არავინ არ ლაპარაკობს. ამ ახალმა რეალობამ ომმა გამოავლინა ის რომ ჯერზე მართლა ხო შეწყდა რა, მოხდა დაკენსელება რუსეთის ამოგდება ყველაფრიდან, ანუ ეს უკვე ნიშნავს რომ ჩვენ უარს ვამბობთ დიალოგზე. ანუ ეს ახალი სამყარო რომელიც ეხლა ომის სახით გვეძლევა, არის დიალოგის გარეშე სამყარო. ეს არის აი ნახეთ, ეს არის რაღაც აზრით ეხლა გაგეცინებათ, მაგრამ მომჯერია ფართო გაგებით მართალია. ეს არის სწორედ შესაძლებლობათა სამყარო. უყურეთ, ისრაელმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა და დაიკავა გოლანის სიმაღლეები. ისევე როგორც გამოიყენა აზერბაიჯანმა და ამარცხა სომხეთი. აი, მაგრამ
ჩვენი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან არაფერი გასაყოფითი საბრძოლე არ გვაქვს, იმიტომ რომ დღეს ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ფართო გაგებით ერთ ღირებულებებს ვიზიარებთ, ტრადიციულ ღირებულებებს. ნუ საუბარი არაფერი არ გვაქვს. გესმით? ანუ თავისთავად ის რომ შესაძლებლობების სამყაროა, რადგანაც ძველი წესები აღარ მუშაობს. ეს ფაქტია. მაგრამ მეორე მომენტია საქართველოს როგორ უნდა მოიქცეს და ჩემი აზრით საქართველოს უნდა მოიქცეს ისე როგორც იქცევა. მან უნდა დაიმკვიდროს თავისი ადგილი, თავისი ღირებულებების ჩვენ ომი ეს არის. ჩვენი ომი არის არა ცხელი ომი, არამედ ჩვენი ომი არის ომი საკუთარი იდენტობისათვის. ისეთ არა უბრალოდ თვითგადარჩენა, არამედ ჩვენი საკუთარი თავის გამოხატვა, როგორც ცალკე არსებული კულტურის, 1600 სლოვანი კულტურის და ქრისტიანული კულტურის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახალი სამყარო, რომელიც მოვა, დაეფუძნება არა საერთაშორისო ღირებულებებს, არა გლობალურ ჰუმანიზმს, არამედ იმას, რაც წმინდათა წმინდა თითოეული ესეთი სუბიექტისათვის. ისრაელი გარკვეული აზრით უკვე ცხოვრობს ამით. ისრაელი დაეფუძნა რას? მესამე ტაძრის იდეოლოგიას და ბიჭები ეხლა რომლებიც იბრძვიან მაშიახისთვის, ანუ იუდეველებისთვის ჯერ ხო არ მოსულა მაშიახი, არა მესია. აი ამ მაშიახისთვის იბრძვიან, ანუ მათი ბრძოლა უკვე საკრალური ბრძოლაა. და აი ამიტომ ძალიან სწორია, როცა გაჩნდა ეს სიტყვები ქრისტიანული ღირებულებები. საქართველოს იბრძვის სწორედ ქრისტიანული ღირებულებების არა უბრალოდ დასამკვიდრებლად, არამედ გამოსახატავად, იმიტომ რომ ამ აზრით ჩვენი იდენტობა არის უბრალოდ ქრისტიანული კულტურა. აი ამ ყველაფრის ფონზე, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, რა პრობლემებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ქართულმა ოცნებამ და რამდენად მიაღწევს ის წარმატებას? მე რამდენიმე კვირის წინ არჩევნები როცა დამთავრდა ეს რაღაცა თქვი კიდეც რომ ის რომ ამ 4 სუბიექტმა საკმაოდ ბევრი ხმა აიღო, თან ეს საინტერესოდ გადაანაწილდა. განსაკუთრებით ეს ეხება ხაზარაძე, კახარიას ამომრჩეველს. აშკარა არის, რომ ეს ამომრჩეველი არის ძალიან მას რაღაცა უნდა. მე ესე ვიტყოდი, ეს კონიუნქტურა ჰაერში დაფრინავს, მათ უნდათ რაღაცა სიახლე. იქიდან გამომდინარე, მე ესე ვიტყოდი, რომ არსებობს აი ეს ელექტორატში ელექტრონულ დაკვეთა სოციალური სამართლიანობის. ნუ რასაც წინათ მემარცხენეობას უწოდებდნენ. მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული სოციალური თემა აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული ტრადიციასთან და ღირებულებებთან. საერთო ნიადაგი მომავალი არსებული და მომავალი არსებული პარტიის და მომავალი პარტიების საერთო ნიადაგი უნდა იყოს ეროვნული იდენტობა. მაგრამ განსხვავება რა უნდა იყოს? განსხვავება უნდა იყოს როგორ წარმოუდგენიათ მათ იმპლემენტაცია. ამ აზრით ჩვენ ვლაპარაკობთ ტრადიციულად ამ მემარჯვენე მიმარცხენეობა, უფრო ორიენტირებული ბიზნეს თავისუფლებაზე, უფრო ორიენტირებული სოციალურ სამართლიანობაზე. საქართველოში უნდა გაჩნდეს სუბიექტი, რომელსაც არ შეეშინდება ელაპარაკოს სოციალურ სამართლიანობაზე. ახალგაზრდული ისეთი სუბიექტი, რომელიც არ დაუპირისპირდება ეროვნულ ღირებულებებს. აი ასეთ პარტიას აქვს მომავალი, ჩემი აზრით. და ამ შემთხვევაში როგორ უნდა აღმოფხრას აღნიშნული პრობლემები ქართულმა ოცნებამ? უნდა აიღოს თავის-თავზე სწორედ ეს სოციალური კი არის ეს მომენტები, როგორ არის ახლა ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე მქონდა ეს გაცხადებული და რაღაცების ძალიან სერიოზული რაღაცის იმპლემენტაცია მოხდა, ხო? თავშეს სამედიცინო სფეროში, სოციალური და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა შრომით კოდექსზე. აი ეს არის სერიოზული გამოწვევა. რადგანაც ჩვენ ვართ სუვერენულები, ჩვენ უნდა გადავხედოთ შრომის კოდექსი, რომლის საშუალებასაც არ გვაძლევდა სხვათა შორის ევროკავშირი. და ეს ყველაფერი პირიქით მოიზიდავს ახალ ელექტორატს. რა თქმა უნდა, ისეთ არის მე არ ვამბობ რომ ახლა რაღაცა მომენტში უცნებამ რაღაცები თავისთავად, ესე იგი ბევრი რამ ისეთი უნდა აიღოს თავისთავზე, რაც შეიძლება მისი არ არის იდეოლოგიურად. მაგალითად რა უნდა? ნუ არა ასე ხელ ვაპარაკობ, აი ცოტა საკონდ მე, თუმცა ისე ვამბობ ბიძინა ივანიშვილის ამ პროგრამაში თავიდანვე იყო ჩადებული სოციალური სამართლიანობის ჯანდაცვას რაც შეეხება ფაქტიურად სოციალისტური ჯანდაცვა გარკვეული აზრით, ხო? მაგრამ ისე ვამბობ, უნდა გაჩნდეს სუბიექტი პარტიის თვალსაზრისით, რომელიც აი ამ თემას აიღებს თავის-თავს. სოციალური სამართლიანობა, კი ბატონო, ახალი ოპოზიციური ძალა, რომელიც იქნება უღუნთ ნაწილი ამ
პოლიტიკური სუვერენიტეტის. ანუ ის არ იქნება გარედან მართული, არამედ იქნება აი რეალური ელექტორატის, რომელიც ასევე ქართველია და უნდა რაღაცა, ხო? აი ამას გამოხატავს. ქვეწინა საარჩევნო პერიოდში ქართული ოცნება საუბრობდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეძლებს ქართული ოცნება შეასრულოს წინა საარჩევნო დაპირება? ხო, ეს თემა ახლა მე მოგეხსენებათ ახლა ეს მართლა პოლიტიკური თემაა და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. პირველ რიგში რა თქმა უნდა, რაც ახლა მოვამდი, რისი დროც თითქოს წავიდა, რადგანაც მაგრამ აი სწორედ მოვიდა დიალოგის დრო აფხაზებთან და ოსებთან. იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ამ 33 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა, განსაკუთრებით კულტურული და რელიგიური ღირებულებების თვალსაზრისით. ასე რომ ეს სწორედ აღვხედავ გარდა ეკონომიკისა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმპლემენტაციის, მაგრამ ის რომ მშვიდობის თემა გვაერთიანებს უკვე სამივე ხალხს, აფხაზებს, ოსებს და ქართველებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ უნდა დაამყაროს საქართველოს ურთიერთობები მეზობლებთან? საზოგადოდ როგორ მე მგონი ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს და ძალიან კონსტრუქციული თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა აღიარების თვალსაზრისით, ხო? პირველ რიგში ალიევმა, პაშინიანმა და ერდოღანმა მიულოცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ამ მხრივ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს. ნუ ახლა რუსეთის თემა მოგეხსენებათ როგორი სენსიტიური, მილად რომ თქვა თემაა და ჩიხური გარკვეული აზრით, ნუ არ ვიცი ახლა ეს უკვე რო იტყვიან როგორც ღმერთი ინებებს. როგორი მოლოდინები გაქვთ იქონიებს თუ არა გავლენას დონალდ ტრამპის გამარჯვება არჩევნებში საქართველოს და ამერიკის ურთიერთობებზე და აღდგება თუ არა ორმხრივი ურთიერთობები ელით თუ არა ცვლილებებს ასევე შტატების პოლიტიკაში. სულ არაფერი რო არ იყოს, ხო? მე როცა დონალდ ტრამპს უსმენდი ბოლო პერიოდში, მეგონა რომ ოცნების პროგრამიდან კონდა გადაწერილი რაღაც გარკვეული პუნქტები, ხო? ქალი რო ქალია და კაცი კაცია და ღირებულებითი და განსაკუთრებით რაც არის მნიშვნელოვანი, ხო, იდენტობის, კულტურული იდენტობის თვალსაზრისით, ტრამპიზმის და ოცნების ხედვა არის ერთი და იგივე და აბსოლუტურად შეესაბამება ქართველი. ნუ ეხლა კონკრეტულად როგორ მოხდება, ამას მე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე პოლიტოლოგი არა ვარ. თქვენ როგორი მოლოდინი? მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება საქართველოსთვის იქნება მშვიდობის პერიოდი, კიდევ უფრო ესე იგი ჩვენი ნარატივი მშვიდობის კიდევ უფრო დაფასდება. შეძლებს თუ არა საქართველოს უახლოეს მომავალში შეცვალოს სიტუაცია ვაშინგტონთან და ბრიუსელთან ურთიერთობებში და მიაღწიოს თანასწორ ურთიერთობებს მათთან. ეს რა მე ესე ვიტყოდი, ვაშინგტონთან აბსოლუტურად რეალისტურად მეჩვენება და ალბათ დროის ამბავია. ბრიუსელს რა შეეხება? ბრიუსელს იმხელა პრობლემები აქვს საკუთარ მაშინ რომ რა თქმა უნდა ახლა ცოტა ესე გამომივარა თავის თავს მიხედოს, თავარია რომ ხელი არ შეგვიშალონ ბრიუსელი და მე მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს 10 წლის შემდგომ. სოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკას. ეხლა მე გეტყვით 10-20 წლის 30 წელსაც ვიტყვი, ცოტა გავკადრიერდები. მე ვხედავ რომ საქართველოს იქნება დაახლოებით ისეთი ადგილი მომავალ აი 30 რომ ვერ ვიტყვი რომ მთლიანად სოფლიოში ნამდვილად იქნება მშვიდობა, მაგრამ აი როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარია ნამდვილად იყო მშვიდობის და აი დაახლოებით ესე უყურებს საქართველოს 70 წლის მომავალი 30 წლის განმავლობაში იქნება ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც იქნება მშვიდობა. და ბევრი იფიქრებს რომ აი ეს რომ ეს არის ღვთისმშობლის სიუხვედრი ქვეყანა და რაც სხვა შორის ქართველების მოგონილი არ არის, ეს არის სირიული აპოკრიფი მეორე საუკუნე, სადაც პირველად გახმოვანდა რომ იბერია არის სირიულ ენაზე არის დაწერილი. აქედან წამოვიდა ჯერ საქართველოს არც იყო მოქცეული წმინდა ნინოს მიერ რომ არსებობდა ეს გადმოცემა. ანუ ეს ქართველების მოგონილი არ არის. ისე როგორც ბიბლია ქართველების დაწერილი არ არის. ბერძნულ ენაზე დაიწერა, ახალი აღთქმა და ძველი კიდე ძირითადად ძველ ებრაულ ენაზე. ხო და რისკმა მინდა რომ რა თქმა უნდა მე ვხედავ საქართველოს როგორც აი 30 წლის განმავლობაში, როგორც მშვიდობის ერთ-ერთ ქრონოტოპოს, ადგილს, სადაც იქნება მშვიდობა. პოლიტიკური და სულიერი თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზაზა, გადაცემაში მონაწილეობისთვის.